ალან ტურინგი 1912 წლის 23 ივნისს ლონდონში დაიბადა. მამამისი ინდოეთის საჯარო სამსახურის მოხელე იყო. ამიტომ ტურინგი 1926 წლამდე ინდოეთში ცხოვრობდა. ალანი მათემატიკას კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლობდა და შემდეგ ამავე უნივერსიტეტში ასწავლიდა კვანტურ მექანიკას. კემბრიჯში მუშაობისას დაასკვნა, რომ ავტომატური გამოთვლის მანქანებს ყველა მათემატიკური ამოცანის ამოხსნა არ შეუძლიათ. ამ კონცეფციას ტურინგის მექანიზმსაც უწოდებენ, რაც გამოთვლების თანამედროვე თეორიის მთავარი ფუნდამენტია. ალან ტიურინგმა მის 5 წევრისგან შექმნილ გუნდთან ერთად შეძლო ენიგმას მუშაობის პრინციპის ამოხსნა და წლების მანძილზე ბრიტანეთი და მოკავშირეები წინასწარ იღებდნენ ინფორმაციას საომარი მოქმედებების შესახებ. ასე 10,000-ობით სიცოცხლე გადარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ენიგმაზე მხოლოდ ტიურინგი არ მუშაობდა და მისი გატეხვა კოლექტიური მუშაობის შედეგი იყო, ალან ტიურინგის როლი უმნიშვნელოვანესია. უშუალოდ ტიურინგმა შექმნა მანქანა, რომელიც დღევანდელი კომპიუტერის პირველადი ვერსიაა და ამ მანქანამ საბოლოოდ შეძლო შეტყობინებების დაშიფრვა. ნებისმიერ სადაზვერვო ინფორმაციას, რომელიც ენიგმადან იყო მიღებული, ბრიტანეთი ტოპ საიდუმლოს იარლიხს ანიჭებდა და მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა იმის შესახებ, რომ ენიგმას შეტყობინებები იშიფრებოდა. 1970 წლამდე ენიგმას გაშიფრის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ალან ტიურინგის მთავარი საფიქრალი მის მიერ შექმნილი მანქანის განვითარება იყო და ისეთი მექანიზმის შექმნა, რომელიც ლოგიკურად ამუშავებდა ინფორმაციას. 1959 წელს ტიურინგმა მანჩესტერის უნივერსიტეტში გააგრძელა მუშაობა. ის კომპიუტერულ ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა. მისი მთავარი მიზანი ხელოვნური ინტელექტის შექმნა იყო და ამისთვის საბაზისო საფეხური მოამზადა. ალან ტურინგი ჰომოსექსუალი იყო. 1952 წელს იგი მანჩესტერის უნივერსიტეტში მუშაობდა და უნივერსიტეტში მომუშავე ტექნიკოსთან არნოლდ მიურესთან ჰქონდა ურთიერთობა. სწორედ ამ პერიოდში დააკავეს ტურინგი და მას ბრალი უხამსექცევისათვის აუყენეს, რადგან იმ დროინდელ ბრიტანეთში ჰომოსექსუალური აქტი კრიმინალად ითვლებოდა. ტურინგი ციხეს გადაურჩა, თუმცა სანაცვლოდ ჰორმონალურ მკურნალობას დათანხმდა, ეგრეთ წოდებულ ქიმიურ კასტრაციას. 1 წლის განმავლობაში ალანი ადამიანის ორგანიზმში არსებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების ესტროგენის დამატებით დოზას იძულებით იღებდა, რამაც საბოლოო ჯამში ტურინგის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა გაანადგურა. მკურნალობის დაწყებიდან 1 წლის შემდეგ ალან ტურინგმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. ალან ტურინგი 1954 წელს საწოლში გარდაცვლილი იპოვეს. საწოლის გვერდით მაგიდაზე ნახევრად შეჭმული ვაშლი იდო. ალან ტურინგი ციანიდის მიღების შედეგად გარდაიცვალა. ასე დასრულდა მხოლოდ სექსუალური ორიენტაციის გამო ამ გენიოსის სიცოცხლე. რა უფრო მნიშვნელოვანია, რას აკეთებდა ის საწოლში, თუ კიდევ რამდენიმე შესძენა მსოფლიოსა და კაცობრიობას. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.